მისალმება რომ გინდოდეს თავრობის მიმართ უბრალოდ არ არიან ხედავთ, ესეც ნათლად წარმოაჩენს დამოკიდებულებას ამ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული თავრობის გუნდისა ზოგადად პარლამენტის მიმართ და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პარლამენტის მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მიმართ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე მგონი არავის არ უკვირს რეალურად აი რა მდგომარეობაც არის. ეხლა აი ეს მდგომარეობა ქვეყანაში ჩვენ არ გვყავს მთავრობა და ესეც ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთპიროვნული ოლიგარქიული მმართველობა. ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, სად ვართ? რას ვშვებით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ან როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება? ეს კითხვები ძალიან ხშირად ისმის უკვე საქართველოში და მის ქალაქებსა და სოფლებში. გვეშველება რამე? აი ეს კითხვები ძალიან პროზაული გახდა და ვერ წარმოვიდგენ, რომ თქვენ ქართული ოცნების დეპუტაციას ამ კითხვებს არ გისმენდნენ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თუ რა თქმა უნდა თქვენ ხართ ურთიერთობაში შესული მათთან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რა პასუხი აქვს მოსახლეობას აი ამ კითხვებზე თავად? როგორ უყურებენ ისინი რეალობას შექმნას უმძიმეს ქვეყანაში? ეს მაინც ხომ იცით რეალურად რა ხდება ქვეყანაში? დიახ, ისინი დარწმუნებულები არიან, როგორც ჩვენ ნებისმიერი ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი იქნება თუ მოქალაქე, რომ ამ ქვეყანას ყავს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველი, რომელიც ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მათ შორის რა თქმა უნდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას, თავიდან ბოლომდე ცდილობს დაიმორჩილოს მედია და ეს არის უკვე ნორმა. და ძალიან ბევრი უკვე არის სასოწარკვეთაში და მიაჩნია რომ ამას არაფერი არ გამოასწორებს. და რატო ხდება ეს ყველაფერი, იცით? იმიტომ რომ ერთ ადამიანს სურს. ერთ ადამიანმა გადაწყვიტა რომ ეს შესაძლებელი გახდება ქვეყანაში, რომ იყოს ისე როგორც მე მინდა. მაგრამ რას ფიქრობს და რას სურს მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ასე ვთქვათ შეწუხებულია. დიახ, ამ მოსახლეობას სულ სხვა რამ სურს. ამ მოსახლეობას სურს იცხოვროს ევროპულ სახელმწიფოში და არ იცხოვროს ივანიშვილის ბაღში. აი აქ მინისტრები რომ იყვნენ, მათგან განსხვავებით ამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ უნდა და არ სურს ივანიშვილის ბაღში ცხოვრება, კალაძისა და კვირიკაშვილისგან განსხვავებით. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს რომ ქვეყანაში მათ ჰქონდეთ სამსახური, რომ არჩინოს საკუთარი ოჯახები და გამოყვებოს საკუთარი შვილები. მათ სურთ რომ უბრალოდ ჰქონდეთ საშუალება, რომ სახელმწიფომ არ წაართვას ის 48-ლარიანი რაღაცა შემწეობა სოციალური დაუცველები მყავს ხედველობაში. ქვეყანაში ცხოვრობენ დევნილები, რომელთაც არ სურთ ბიგძინა ივანიშვილის ბაღში ცხოვრება და სურთ უბრალოდ ჭერი ჰქონდეთ თავზე და ქუჩაში არ იყვნენ. დიახ, ქვეყანაში უდიდეს ნაწილს მოსახლეობას სურს რომ მათი კეთილდღეობა გააუმჯობესდეს და ქვეყანაში არ უნდათ მათ რომ პოლიცია მათ ებრძოდეს მიუღებელი მეთოდებით და ნარკოტიკებსა და იარაღებს უდებდნენ. დიახ, თქვით თქვენ, მაგრამ ეს არის რეალობა. ჩემო ბატონო, თქვენ თუ მეტყვით რომ ეს არ ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეს არ ხდებოდა იმის წინა ხელისუფლების პირობებში, მე გეტყვით, დიახ, ხდებოდა არაკეთის ინდისიერი რიგი პოლიციელების მეშვეობით, მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი აქციეთ სახელმწიფო პოლიტიკად და გაჩაღებულია პრაქტიკულად ქვეყანაში იარაღისა და ნარკოტიკის ასე ვთქვათ ჩადების პრაქტიკა, კამპანია გაქვთ გაჩაღებული. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას. კიდევ ერთხელ და არ დავიზარებ, რამდენჯერაც ამ ტრიბუნაზე ამოვალ იმდენჯერ შეგახსენებთ. არ ასახავს რეალობას ის სურათი, რომელიც არის ამ პარლამენტში. არ ასახავს არც სახელისუფლებო გუნდის ჭრილში და არც ოპოზიციის გუნდის ჭრილში. დიახ, ბუნებრივია, თქვენი რაოდენობა არ ასახავს იმ ადამიანების განწყობას. აბსოლუტურად აცდენილები ხართ და ძალიან თხელყინულზე დადიხართ. მოულოდნელად შეიძლება ეს ყინული ჩაგიტყდეთ და მართლაც ნაცვლად იმისა, რომ აკრიტიკებდეთ და დევნიდეთ ოპოზიციას, ეცადეთ, ძალა დაატანეთ საკუთარ თავს, რომ მოგვისმინოთ. ამით პირველ რიგში თქვენ თავს იქნებ უშველოთ. ეს ასე არის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთადერთი ეკონომიკური აქტივობით არის დაკავებული და გადააქვს და გადმოაქვს ეს ხეები და მიაქვს საკუთარ სახლში და გზად კეტავს მაგისტრალებს, ჭრის საგზაო ნიშნებს და მართლაც წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. აი არც ერთი დეპუტატის შეწუხებული სიტყვა არ მოვისმინე მე პარლამენტში რა. მაინდა-მაინც ქართული ოცნების დეპუტაცია რო ხართ, არ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ არაფორმალური მმართველია თუნდაც რომელიღაცა მინისტრი? ხო შესაძლებელია ეს გააკეთოთ. ამიტომ მოგიწოდებ სიფხიზლისაკენ და ხალხთან
ბატონო 30 წამი დავუმატეთ. ბატონო ჩემო, მე აი ადამიანები განსაკუთრებით უკანა რიგებიდან საუბრობ წამოძახილებით და ერთხელ მაინც დეპუტატი ბრძანდებით აიღეთ ეს ბარათი, ჩამოვძანდით აქედან მიმართეთ საზოგადოებას. თქვენ ხო რომელიღაცა დეპუტატი ბრძანდებით, რომელიღაცა რეგიონს ხო წარმოვადგეთ. ჩვენთან ქიშპობა არაფერს არ მოგიტათ. გამბრძანდით და საზოგადოებას გაისაუბრეთ. იმ შეერ ადამიანებს გაისაუბრეთ და იმ თქვენს მიერ მოწყობილ ადამიანებს გაისაუბრეთ. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო ნიკას. ფრაქცია საქართველოს პატრიოტები, ბატონი გიორგი ლომია, რეგლამენტის 7.5 წუთი.